გორის ერთ-ერთ სკოლაში იმუნის შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან შესაბამისი ზომები უკვე მიღებულია და მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავენ. მედიკოსების თქმით, დაცვა მხოლოდ ჰიგიენითაა შესაძლებელი და თუ მშობლები შეამჩნევენ სპეციფიკურ გამონაყარს ხელებზე, მუცელ ზიან, ძლიერ ქავილს, აუცილებლად უნდა მიმართონ სპეციალისტს. სხვა სიმპტომები, როგორებიცაა სიცხე, ტკივილი და ავადებას არ ახასიათებს. ცნობისთვის გორის ერთ-ერთ სკოლაში იმუნის შემთხვევაზე ინფორმაცია დღეს მშობლებმა გაავრცელეს, რაც ჯანდაცვის ცენტრმაც დაადასტურა და თქვა, რომ მხოლოდ ერთ მოსწავლეს აღმოაჩნდა. ეს ახალი დაავადება არ არის, იყო, არის და იქნება კიდეც მუნის შემთხვევები. არის ერთეული შემთხვევები, ძირითადად მაინც ჩვენთან ინფორმაცია მოდის სასწავლო საღვთელო დაწესებულებებიდან. ეს დაავადება არ ექვემდებარება სასწრაფო შეტყობინებას და მხოლოდ ესეთ შემთხვევებში თუ ვიგებთ, იმიტომ რომ სამედიცინო დაწესებულებებიდან ამის შესახებ ინფორმაცია არ მოდის. რა არის ახლა მუნი? არის პარაზიტული დაავადება, რომელსაც იწვევს ტკიპა, მუნის ტკიპა და ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა დაინფიცირებული ადამიანის კანიდან კანზე მჭიდრო კონტაქტისას და ხანგრძლივი კონტაქტისას. ასევე შეიძლება გადაცემა მოხდეს პირადი მოხმარების საგნებით, ტანსაცმელით და პირსახოცების საშუალებით. თვითონ მუნის ტკიპა სიცოცხლის უნარიანი არ არის ხანგრძლივად, ადამიანის კანის გარეშე ეს მაქსიმუმ შეიძლება 72 საათი იყოს გაძლოს. ამდენად ეს ტკიპა არ გადადის ხელის ჩამორთმევით, კონტაქტით, ხანმოკლე კონტაქტით, კოცნით არ გადადის. არ გადადის საგნებიდან, ზედაპირებიდან. ბავშვთა დაწესებულებებში არის ხშირი ხოლმე იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთის თეთრეულით ასარგებლებენ ბავშვებს. ამიტომ ეს უფრო ოჯახური დაავადება, ოჯახში ვრცელდება დედმამიშვილებში, ოჯახის წევრებს შორის. ადვილად ექვემდებარება მკურნალობას, საკმარისი არის, რომ მივიდეს ექიმთან ინფიცირებული ადამიანი. არის სპეციალური მაზები, რომელიც უნდა წაისვას და 1 დღის განმავლობაში და შემდეგ 1 კვირის მერე განმეორებით კიდევ. ვინაიდან ტანსაცმელით გადაცემის შემთხვევები არის, ამიტომ ეს ტანსაცმელი უნდა მაღალ ტემპერატურაზე გაირეცხოს. ან ისეთი საგნები, რომლის გარეცხვაც არ ხდება, ძილვილი სათამაშოები შეიძლება არ გაირეცხოს, მაშინ უნდა მოთავსდეს ცელოფანში თავმოყრული 72 საათის განმავლობაში, იმიტომ რომ გითხარით, რომ ადამიანის კანის გარეშე ძლებს 72 საათი მაქსიმუმი. ინკუბაციური პერიოდი ახლა გადაცემის, რაც შეეხება ინკუბაციურ პერიოდს, არის 4-დან 8 კვირამდე. შეიძლება მოხდეს, შეიძლება არ იყოს გამოვლენილი კლინიკურად, მაგრამ იმ პერიოდში შეიძლება იყოს გადაცემადი. ამდენად ახლა სველი წესით დაასუფთავება სრულიად საკმარისია მუნის შემთხვევაში, სასკოლო დაწესებულებებში ან სკოლამდელი ახსნის დაწესებულებებში. სხვა რაიმე დეზინფექციის ჩატარება ზედმეტია, არ ჭირდება.